შენ თავს ფიცავარ პირველად ვარ ლაივში გამოსული. ხო და იმას ვამბობდი, რომ ეს ის არის ახალ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. როცა ევროკავშირთან აციახლოს ხარ, არავის მის უფლება რომ უკან დაგვაბრუნოს. ანასტასია გუშინ ძრო ხარ მოწველე საღამოს. ის რძე საწაიღე, პეპო ეძე. ტიპსაბო ლაივში ვარ. ომარიკო ეგრზე ავადუღე უკვე უთხარი პეპოს. ბატონსაც დედა შეაყენებსო უთხარი. ისე მომენატრა სოფლის საქმე რაღა გავაკეთო აღარ ვიცი. კი, ახალი ტრენდია. ვაგრძელებთ წინ გზას ევროკავშირისკენ. ანასტასია მიდი საქათმიდან გვერცხები ამოიტანე რა. მოდი მზევინარი მელაპარაკებო და წვენი გამომაცალა რა. ანასტასია დაინტერესდი ახლა ატაკი. პეპო მზევინარი რომელია? გუშინრენასკებს ეკლებიანი ბალახები ქონდა აკრული ეგ. 3 წელი გამხდარი ღორი რო ყავს. ხო, ეგარი. ისეთი გაზრებული ხომელი საჭმელი რომ ვეღარ ყიდულობ, ხალხი და ვეღარ აჭმევს. იმიტომ არიან სოფელში გაწოწყებული ღორები. გაძვირდებოდა, მაგრამ იქნება ცხოველის კი არა ადამიანის საჭმელს უკეთია ცეცხლის ფასი და გაიხედეთ ეხლავა ევროკავშირის ქვეყნებში რა ფასებია, კაპიკები, საჭმელი გინდა, წამალი თუ ხელფასები შეადარე კიდე. მაგაში გეთანხმები, ჩვენ სულ აციახლოს ვართ მაგ ცხოვრებასთან, მაგით უნდა გააკეთოს მთავრობამ ყველაფერი რომ ევროკავშირისკენ წესვლა არ შეჩერდეს. You know what I mean? ღვინო ვარ ამე კი რა დეტალია კენა. რა ჩამოვდე ყოველდღე ღვინოს წავს, გალაპტები შვენო. ღვინო ვარ ამე. რა ღვინო ვარ ამე? You know what I mean? თქვი ინგლისურად. ბერდები ბებო. სიტყვაცი ბერის გაგონება არ უნდა. ისია მოტეხილი უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არ აღიარებს. ეგრე შენც მოტეხილი ხარ. გუშინ აბაზანაში იატაკს როწმენდი ვანაში ჩავარდი. რო კითხე რა დაგემართა მეთქი, წამოწეკი ცოტა ხნით თუ ასე მითხარი. შენ